მე ვარ რონისე ეგნატაშვილი, 27 წლის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 17 წლიდან ამ სოფლის მეურნეობას მივდევ. მომყავს ერთწლიანი კულტურები, მაგალითად კომოსტო, პომიდორი, ბულგარული. წლების წინ, სანამ სატუმბი სადგური აშენდებოდა, აქ არ იყო სარწყავი წყალი. 24 საათის განმავლობაში შესაძლოა 2 საათით მოსულიყო სარწყავი წყალი, რომელიც რა თქმა უნდა არ არის საკმარისი ამ ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად. აი ამ პრობლემის გულისთვის ამ ფართობებზე დაახლოებით 300 შეიძლება 400 ჰექტარიც არის ამ ფართობზე მოდიოდა ისეთი კულტურები, რომელსაც არ ესაჭიროება სარწყავი წყალი, მაგალითად ხორბალი, ქერი, შვრია, რომელიც ძალიან ნაკლები მოსავლიანობა აქვს, ნაკლები შემოსავალი აქვს, რაც ჩვეულებრივ ოჯახს არ ეყოფა. იმის შემდეგ, რაც სატუმბი სადგური აშენდა, ეს პრობლემა მოიხსნა. მოგვეწოდება წყალი 24 საათიანი რეჟიმით, თან საკმარისი რაოდენობით, გაშენდა ამ ფართობებზე ერთწლიანი კულტურები, მრავალწლიანი კულტურები, გაიზარდა მოსავლიანობა, რა თქმა უნდა, გაიზარდა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობაც. ეს მოსავალი, რა თქმა უნდა, ამ სარწყავი წყლის დამსახურება არის, რომ ესეთი კარგი, ხარისხიანი და უხვი მოსავალი მოვიყვანეთ მეც და ჩემმა თანასოფლელებმაც და მთელმა სოფელმა.